ღია წერილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორობიდან გათავისუფლებული ლელა რაზიკაშვილი მუზეუმის განადგურების საფრთხეზე საუბრობს. ვაჟაში თავმომავალი განმარტავს, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ სახლ-მუზეუმი თითქმის ყოველდღე დაკეტილია და იქ მისულ სტუმრებს მუზეუმის დათვალიერების საშუალება არ აქვთ. მისივე თქმით, ახალი დირექტორი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. ჩემი საკითხი მოიხსნა, მუზეუმი გამოიყვანა მდგომარეობიდან. ლელა რაზიკაშვილი, რომელიც ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, კულტურის მინისტრს ნიკოლოზ რურუას მიმართავს. ვაჟა-ფშაველას შთამომავალი მუზეუმის დირექტორად ღირსეული პიროვნების დანიშვნას ითხოვს. რაზიკაშვილის თქმით, ახალი დირექტორი თამარ რაზიკაშვილი მოვალეობას ვერ ასრულებს და თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ დანიშნეს, რომ ხელისუფლების მხარდამჭერია. კლოუნად ამიდის მუზეუმში. ჯერ არის დაკეტილი. პრაქტიკულად პარალიზებულია და არ გადიან თანამშრომლები სამუშაოდ. მე არის რომ აბსოლუტურად უცხო ადამიანებს ხელთ უყრიათ გასაღები და მათი განათლებულობის ბრჭყალებში დონე არის წერა-კითხვის ცოდნის ზღვართან მერყეობს სადღაც. ვაჟა-ფშაველას შთამომავალი გათავისუფლების მიზეზად ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას და ქართული ოცნების ღია მხარდაჭერას უკავშირებს. ლელა რაზიკაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩარგალში ვაჟაობა აღნიშნა, კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ მის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი ერთ თვეში მოაწერა. ჩემი სოფელი, ჩემი ხეობა მიყურებდა მე და მათ რომ არ დაენახათ და მათ რომ ენახათ რომ მე დამსაჯეს, ისინიც გათამამდებოდნენ. ამიტომ მე მათ უნდა დავესაჯე. უფრო მეტიც ისინი ამბობდნენ რომ თქვენ ნუ გათამამდებით ახლა ლელას დაიჭერენ ცოტა ხანში და ეს მე კი არ მეუბნებოდენ ამას მათ ეუბნებოდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრი ხათუნა უჩიაური ლელა რაზიკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას გამორიცხავს. მართალი გითხრათ, არა მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ სამწუხაროდ ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს საქართველოში. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ლელა რაზიკაშვილს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორობის სანაცვლოდ სამსახური სამინისტროში შესთავაზეს. თამარაზე რა გითხრათ, 4 დღის დანიშნულია თუ რა ვიცი, 2 კვირის და აჩაძენ ცოტა ხანი და ჯერ ესეთი თავგამოწებულია და მე პირდაპირ შთამომავალია და არავის ნაკლებად არ მიხედავს მუზეუმს. დღეს სახლ-მუზეუმს მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს, ახალი დირექტორი თამარ რაზიკაშვილი. ლელა რაზიკაშვილის გათავისუფლების შემდეგ პროტესტის ნიშნად სამსახური 6 თანამშრომელმა დატოვა.